მეგობრებო, ისევ დავბრუნდი, ახლა გადავიღებ ისევ წიგნის განხილვას და დღეს გადავიღებ ჩაი და შოკოლადის ქარხანა. აწევ განვიხილავთ, რომელიც დაწერა როალდ დალიმ. აი აქ წერია. ხო, ეს წიგნი არის მარტივი წასაკითხი ბავშვებისთვის, არც ისე დიდი თაობია, ასევე არის სიმღერები შეტანილი და ხო, არ გაგიჭირდებათ კითხვა. მოდი ახლა გადავიდეთ წიგნის პერსონაჟებზე. აქ არის პერსონაჟები რამოდენიმე, სულ არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 პერსონაჟია აქ განხილული და კიდე რამოდენიმე პერსონაჟი არც ისე მთავარი არის თვითონ წიგნში. მოდით ახლა განახლებთ და ახსნით ვინ არის. ეს არის ჩარლი ბაგეტი, ეს არის მისტერ ვილი ვონკა, ეს არის ავგუსტუს გლუპი, ეს არის მაიკ ტივი, ეს არის ვერუკა სოლტი, ხო, ეს არის ვიოლეტ ბორეგარდი და ეს არის უმპა ლუმპები. სხვა შორის ამის ფილმიც არის და ძალიან კარგი ფილმია. კარგით, ახლა გადავალ განხილვაზე. ვილი ვონკა, მის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა არის ძალიან კარგი წასაკითხავი, ძალიან კარგად, ძალიან მარტივი და მარტივი გასაგები პატარა ბავშვისთვის. ხო, ახლა გადავიდეთ თვითონ განხილვაზე. ამ წიგნის შინაარსი არის, რომ არის ერთი ბიჭი, სახელად ჩარლი და აქვს ძალიან დამწრეული სახლი. ხო, აქვს დამგრეული სახლი. მის სკოლაში, როდესაც მიდის სკოლაში, ყოველთვის ხდება დიდი შოკოლადის ქარხანა. ყოველთვის იყურება და ცოტა ხანი ჩერდება ხოლმე და მოსწონს რა მაგასაც. ხო და იმ ქარხანაში ერთი ამბის შემდეგ კაცი არავის იმ ქარხნის პატრონი არავის აღარ უშვებს, რადგან ასეთი ერთ თავში არის აღწერილი, რომ ყავდაბას მუშები და ის მუშები იყვნენ სხვა ქარხნის დამხმარეები სინამდვილეში. ის მუშები იპარებოდნენ, ვითომ რაღაცას აკეთებენ და სინამდვილეში იპარებოდნენ მის კაბინეტებში, ნახულობდნენ მის საიდუმლო რეცეპტებს, თუ როგორ ამზადებენ ჯადოსნურ ნივთებს და ჯადოსნურ კანფეტებს, შოკოლადებს. და ამის მერე, როგორც კი ვილი ვონკა შოკოლადის ქარხნის მისტერ ვილი ვონკამ გაიგო, რომ იმას პარავდნენ იდეებს, აღარავის აღარ უშვებდა, დაკეტა ეს ძალიან დიდი ხანი და გადაწყვიტა ერთ დღესაც, რომ გაეთამაშებინა 5 ბილეთი. ყველა ბილეთი, 5-ვე ბილეთი ჩადო შოკოლადის ფილაში და ვისაც შეხვდებოდა, იმას შეეძლებოდა, რომ წასულიყო შოკოლადის ქარხანაში ვილი ვონკასთან ერთად. და 5 ბავშვი ამოვიდა. აქედან იყო ჩარლიც, იყო ის ბავშვები, რომლებიც განიხილეთ. აი ეს 5 ბავშვი ამოვიდა. ჩარლი, ავგუსტუსი, მაიკი, ვიოლეტი და ვერუკა. ხო, ეგენი ამოვიდნენ და ჩარლის ძალიან უხაროდა, რომ შეეძლო იმ ქარხანაში წასვლა და სტუმრობა იმ ქარხნის. ახლა სანამ გადავალთ მთლიან ისტორიაზე, თუ რა მოხდა მე შიგნით, გეტყვით როგორ იპოვა ჩარლიმ ეს ბილეთი. თავიდან მის დაბადების დღეზე ჩარლის ყოველთვის შუქნიდა ხოლმე ერთ შოკოლადის ფილას. ჩარლი მას ძალიან უფრთხილებოდა, ჭამდა ძალიან ნელ-ნელა და ცდილობდა დაეზობა. ხო, ეხლა ერთ დღესაც მისმა ბაბუამ მისცა მას ფული, რომელთაც უნდა იყიდა შოკოლადი და წავიდა, ჩარლი გაიქცა, მან იყიდა შოკოლადი, მაგრამ სამწუხაროდ როცა გახსნა ეს ბარათი ოქროს ბილეთი არ ამოვიდა. შემდეგ დღეს, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა, მან დაინახა ძირს აგდებული ფული. ის ფული იყო იმდენი, რომ მას მოვიდა და 2 შოკოლადის ფილა. მან იყიდა ჯერ 1 შოკოლადის ფილა, მაგრამ სამწუხაროდ არ ამოვიდა ისევ ეს ბილეთი. შემდეგ კიდევ ერთი იყიდა და მას ძალიან გაუღიმა ბედმა და ამოვიდა ოქროს ბილეთი, გაიქცა.
ხო სანამ მაგას გეტყვით, მაღაზიაში იყო ბევრი ხალხი და ზოგი გაცვლას ფულში გაცვლას უსწრებდა, მაგრამ ჩარლი არავის არ გაუცვალა. ხო, მე წავიდა მივიდა სახლში, ყველას უთხრა რომ მედიოდა და ეხლა გადავიდეთ იმაზე თუ რა მოხდა შიგნით. ესე იგი, როდესაც შიგნით შევიდნენ, მისტერ ვილი ვონკამ დაათვალიერებინა მისი ქარხანა, მთლიანად არა და უნდა მოიგო ხო რომელიმეს მაგასაც გეტყვი, უნდა მოიგო და ვინც მოიგებდა აი მას ბევრი შოკოლადი ექნებოდა რა სახში. ნუ ყველას ექნებოდა ბევრი შოკოლადი, მაგრამ აი ვინც მოიგებდა მაგას განსაკუთრებული პრიზი რა. და მე როგორც ვიცი, ეს პრიზი იყო თვითონ იმ ქარხნის უფროსად დანიშნა სანამ ვილი ვონკა ცოცხალი იყო, ვინც მოიგებდა, სანამ ცოცხალი იყო, რომ გარდაიცვალებოდა მისტერ ვილი ვონკა, მერე გახდებოდა ის მოგებული იმ ქარხნის უფროსი. ხო, და ეგ ისეთი ვილი ვონკა ისეთი ადგილები შეარჩია, სადაც ძნელი იყო ანუ ისეთი ადგილები შეარჩია, სადაც ეგონა რომ გამოეთიშებოდნენ თამაშიდან და მართლაც გამოეთიშა ბევრი. ერთი ახლა განახებთ. აი ეს ავგუსტუს კლუბი გამოეთიშა იმ მიზეზით, რომ პირველი მეზე სხვათა შორის, პირველი მიიყვანა მდინარესთან, სადაც შოკოლადის მდინარე იყო და ის ბიჭი ჩავარდა მაგ მდინარეში, იმიტომ რომ თავიდან ხელით იღებდა აი ასე და ჭამდა და მერე ჩავარდა იმ მდინარეში. ეს აი აქ იყო ასეთი მილი და იმ მილმა შეისრუტა და ასე რომ ის ბიჭი გამოეთიშა თამაშს რა. ხო, შემდეგი გამოეთიშა, მე მგონი, ხო, ვიოლეტ ბორეგარდი. სატყობს? აი, ეს ვიოლეტ ბორეგარდი წესით, ზუსტად არ მახსოვს ახლა. ის იყო სხვათა შორის ვიოლეტ ბორეგარდი, კევებს ეჭავდა სულ და კევების ჩემპიონი იყო. ხო და ვიოლეტ ბორეგარდი გამოეთიშა იმის გამო, რომ გასინჯა კევი, რომელმაც გამოიწვა მისი გაბერვა, გალურჯება და ამის გამო გამოეთიშა ისიც თამაშს. შემდეგი გამოეთიშა ვერუკა სოლტი, აი ეს გოგო. იმიტომ რომ მას ყავდა მამა პრეზიდენტი და ყველაფერს უსრულებდა აბსოლუტურად და შემდეგ ოთახში შევიდნენ ციყვების ოთახში. გოგო და მოინდომა, მეც მინდა რომ ციყვი მყავდესო. ასე რომ სხვა რაშაზე ჰქონდათ მივიდა მამა და გავწოდა ფული მისტერ ვილი ვონკას, რომ მომყიდეთ ერთი ციყვი, მაგრამ მან არ მოყიდა. ხო და გოგო ძალიან გაჯიუტდა და მაინც შეძვრა იმ ოთახში, ის დაკეტილი იყო, მაგრამ მაინც შეძვრა იმ ოთახში და დაესივნენ ისინი ციყვები. ასე თავს დააკაკუნეს, მიხვდნენ რომ ცუდი თხილი იყო, ან თხილი ეგონათ, გასინჯეს, მიხვდნენ რომ ცუდი იყო და ჩაგდეს სანაგვეში. ასე გამოეთიშა ვიოლეტ და ვერუკა სოლტი. ხო. და დარჩნენ ჩარლი ბაკეტი და სალყოს მაიკ ტივი. შემდეგი გამოეთიშა მაიკ ტივი ამ თამაშს, ის სულ გეიმერი იყო, ნუ ალბათ იცით გეიმერი, რას არის, თუ არ იცით, თამაშობდა, სულ თამაშობდა, ეკრანს არ იცლებოდა. და ამის გამო ეკრანების ოთახში მან ანუ ესეც ეკრანის ოთახი იყო თუ ძალიან უნდა შეგედო მაგალითად ძალიან დიდ შოკოლადს თუ დადებდი მანქანაში დააჭერდი ის გადატელეპორტირდებოდა და მივიდოდა პატარა შოკოლადად იმაში როგორ გიხართ პატარა შოკოლადად ტელევიზორში ხო და მან თქვა რომ მეც მინდა ეგრე ტელეპორტის გაკეთებაო შეძრა იმ მანქანაში დააჭირა ყნობას გადატელეპორტირდა რა თქმა უნდა ისიც მაგრამ ბოლოს როდესაც ამოიყვანეს დავბრუნდა ძალიან პატარა ასე გამოეთიშა მაიკ ტივი რა თქმა უნდა უკვე მიხვდით რომ მოიგო ჩარლი ბაკეტმა
ჩვენო მთავარმა გმირმა. მე არ იცოდა რა სურპრიზი ელოდა. სახლში როგორც კი მივიდნენ, ვილი ვონკამ უთხრა რა სურპრიზი ელოდა, რომ ის გახდებოდა ჯერ ლიდერი, მაგრამ ჩარლი ბაკეტმა არ მოისურვა ამ სახლის დატოვება და თქვა რომ მე ჩემი ოჯახის გარეშე არსად არ წავალო. ნუ რა თქმა უნდა თქვა არის არსად არ წავიდა, მაგრამ იმ კაცმა უთხრა რომ მე მისტერ ვილი ვონკამ უთხრა რომ მე შემიძლია თქვენი სახლი გადავიტანო ჩემს ქარხანაშიო. ეს მართლა ასე მოიქცა და ასე დამთავრდა ჩვენი კარგი წიგნი. იმედია მოგეწონათ ეს წიგნი. შეგახსენებთ თქვენ ჩარლი და შოკოლადის ქარხანა დაწერილია როალდ დალის მიერ. და ძალიან მარტივი წასაკითხია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ძალიან შინაარსულია და მოკლედ ძალიან კარგია ეს წიგნი და გირჩევთ წაიკითხოთ და იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. ნახვამდის.